კონკრეტ რეალურ აქცენტებს ნინო ხაჩიძესთან ერთად ჩვენი ხვდებით ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს 14 საათსა და 10 წუთზე ტელერადიო კომპანია Georgian Times-ის პირდაპირ ეთერში. თქვენ შეგიძლიათ ვიყუროთ ასევე Georgian Times-ის Facebook-ის გვერდზე, YouTube-ის არხზე და ბუნებრივი აქ ვისმინოთ რადიო სიხშირეზე FM 92-სა და 3-ზე. დღეს ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ ახლო აღმოსავლეთის საკითხების სპეციალისტი, ექსპერტი ვასილ პაპავა. ბატონო ვასილ, ძალიან დიდი მადლობა, რომ მონახეიდრევ და მოხვედით ჩვენთან. ესე იგი მართალია, მას უკვე ხა სხვა სახელით მოიხსენიებენ, მაგრამ ის ჩემთვის მას ალჯულანად რჩება. ადამიანი, რომელმაც დაამხო ასადის რეჟიმი და ეხლა ის როგორც მე შევიტყვეთ, გახდა უკვე სირიის პრეზიდენტი, რის საფუძველზე გახდა სამართლებრივად სიმართლე გითხრათ, მე არ ვიცი, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ გახდა და პროტესტი არ გამოუთქვამს არც დასავლეთს, არც მაინდა-მაინც აღმოსავლეთს შემოუხევია ამ ფაქტის გამო. ტანზე მათ გააუქმეს ხო სირიის კონსტიტუცია და ის იქნება პრეზიდენტი, ეს ალჯულანი, სანამ სირია არ მიიღებს ახალ კონსტიტუციას და მანამდე რაც საბჭოსთან ერთად მართავს ის ქვეყანას და შესაბამისად დამხობის დღე გამოცხადდა იმის რაღაცა დამოუკიდებლობის კი ბატონო დღესასწაულად სირიაში. პრინციპში მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ ალჯულანმა წვერი ცოტა შეიკრიჭა, თმა დაივარცხმა, დაიბანა, კოსტუმი ჩაიცვა. მოუხდა კი ბატონო, მოუხდა რესპექტაბელური იმიჯი შეიქმნა მისი, როგორც ჩანს სერიოზულმა სპეციალისტებმა იმუშავეს ამაზე და მისი ორგანიზაციაც გაუქმდა, ეს ტერორისტული ორგანიზაცია, მანამდე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ტერორისტული ორგანიზაციების სიდან ამოიღო ეს ორგანიზაცია, მაინც ვითარება ბოლომდე არ არის ჯერ, ხო, ბოლომდე გარკვეული როგორ განვითარდება მოვლენები, ჩვენ ვიცით რომ მოითხოვა ასადი გადაცემა რუსეთის ფედერაციისგან სანაცვლოდ ბაზების დატოვების, მანამდე BBC-სან ინტერვიუში აი ამ კოსტუმჩაცმულმა ალჯულანმა ბრძანა კოსტუმიანმა ზუსტად თქვა რომ ისინი არ არიან დაინტერესებულნი რუსეთის ბაზის გასვლის, მე მაშინ ვერ მივხვდი რატო არიან დაინტერესებულნი და ეხლა მივხვდი რატომაც არიან დაინტერესებულნი, უნდათ რომ გაცვალონ ასადში, რაც მეიჭვება მე რომ ეს გააკეთოს ასეთი ჟესტი პუტინმა, შეიძლება სხვა რაღაც მოქმედებები მოხდეს და სხვანაირად გარიგდნენ კულუარებში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პირდაპირ გაიცვალოს ჩემი ბაზა დატოვე და მე შენ ასადს გადმოგცემ, რომელსაც ალბათ არ ვიცი მე დაოთხავენ ისეთი სახით დაჟჯიან, მეიჭვება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პუტინს ჯერჯერობით პასუხი არ გაუწია ამ ამბისთვის და კიდევ მეორე ის ამბავ ჩვენ ვიცით რომ დასავლელმა ლიდერებმა, პოლიტიკოსებმა ძალიან გააკრიტიკეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი კობახიძე, როდესაც ის ჩავიდა ირანის ყოფილი პრეზიდენტის ტრაგიკულად დაღუპული თუ მოკლული რაისის ვთქვათ დაკრძალვაზე, მაგრამ აი სულ ახლახან ელონ მასკმა განაცხადა, რომ ირანი ძალიან საინტერესო ქვეყანაა და ის აპირებს ირანში ჩასვლას, ნუ დასავლეთ პოლიტიკოსებს და ლიდერებს მასკი არ გაუკიცხავ და არ დაუგმიათ მისი ეს გამონათქვამი, რაღაც ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო. დაუჯდებათ მათ მასკის გაკრიტიკებას. დიახ, ხო, ნუ ეხა მასკი ის არის რუსებს აქვს ეს კიშკატანკაო დაახლოებით ეს კარგად გამოხატავს რა. მასკის მოსარევი ძალა მათ არ აქვს. და ძალიან უცნაურია, როდესაც ჩვენი ვთქვათ დასავლელი ზოგიერთი პოლიტიკოსი ამბობს ხოლმე, რომ აი რაღაცა ჩვენ არ უნდა გქონდეს ურთიერთობა ირანთან, იქ რაღაცა რუსეთთან, ესე და ეს ჩვენი გარემოცვა, ჩვენ ამათ ვერაფერს ვერ ვუზამთ, ვერ შევჩნით ჩვენ ამ გეოგრაფიას. ჩვენ ამ ხალხთან მოგვიწევს ურთიერთობა, როგორებიც უნდა იყვნენ ისინი ასეთები თუ ისეთები. ერთ-ერთი სიტყვა რო არ გამიგძელდეს, რა მინდა ვიკითხო, ბატონო ვასილ, სირიაში ბოლოს და ბოლოს რა სცენარი განვითარდა და რა შეიძლება ისახავდეს მიზნად და აი მასკის განცხადებიდან გამომდინარე, მართალია ხა სირია და ირანია, მაგრამ რა გეგმები შეიძლება გქონდეს ტრამპის ადმინისტრაციას ირანისადმი? ახლა ისე რო არ მოხდეს იმ საკითხის გამეორება, როდესაც წინა გადაცემაში უკვე ახსენე თვითონ ეს რა ვითარება იყო. ახლა სიახლეები ის არის, რომ რამოდენიმე დღის წინ ალჯულანი, ნუ ის აჰმედ აშარა არის ოფიციალურად როდესაც ამ ტერორისტულ ორგანიზაციის ლიდერი იყო ხაიათ ახილ-ალ-შამის, მაშინ იმ პერიოდში ეს მოჰამედ ალჯულანის იმით იყო ცნობილი რა. ფსევდონიმი, რეალური სახელი არის აჰმედ აშარა, ხო, ასე უწოდებენ. ბატონი აჰმედი, ასე მოვიხსენე. კი ბატონო, აჰმედ კოსტუმში. დიახ. ხო, ანუ ძირეული ცვლილებები მოხდა გარდამავალი მთავრობა მოქმედებს, რამოდენიმე თვე სანამ ჩატარდება
არჩევნები ადგილობრივი საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო, ასევე თავისთავად მიდის ბიუროკრატიული აპარატის ხელახადაწყობა. იქაც ტერორისტები არიან ყოფილი დავარცხნილი და კოსტუმში. ახლა ყველა ტერორისტი ვის ახლა ასადის ხელისუფლება თუ ავიღოთ როგორც ლეგიტიმური, იმიტომ რომ ის ფლობდა ხო ძალაუფლებას. ყველა ვინც იარაღით უპირისპირდება, ის არის თავისთავად ტერორისტი. მაგრამ ყველა ტერორისტი მანდ არ იყო, იმიტომ რომ ადგილობრივი არა მე გულწრფელობ ისეთ ტერორისტებს როგორც იყო მაგალითად ბატონი მუჰამედი, იგივე ალჯულანი ტერორისტული ორგანიზაციის ოფიციალურად აღიარებული ხელმძღვანელი, აი ამას ზუსტად ეს გუშინ წინ რამოდენიმე დღის წინ ოფიციალურად გაუქმდა ხაიათ ახრილაშამი, ეს ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა ისე ახლა გავიმეორებ ისე ეს მომენტი მაინც საინტერესო იქნება მაყურებლისთვის, რომელიც შეიქმნა ჯეფხათ ალ-ნუსრას ბაზაზე. ჯეფხათ ალ-ნუსრა ბაზა იყო ალ-ქაიდას ფილიალი, ну თქო განყოფილება სირიასა და ლევანტში. ხო, ეს გაუქმდა ეს ორგანიზაცია, ასევე გაუქმდა 16 სხვა დაჯგუფება გასამხედროებული, რომელიც ყველაზე მძლავრი იყო წამყვანი ამ სირიის სამოქალაქო ომში. და დასაქმდნენ ახალ ხელისუფლებაში. კი ბატონო, დასაქმდნენ, თუმცა იქ რიგი ისეთი უკმაყოფილობებიც არის, რაც შეუძლებელი არ ყოფილიყო ნებისმიერ სახელმწიფოში მსგავსი ტრანსფორმაცია ხელისუფლებაში მოსulis დროს, როცა ამხობენ ხელისუფლებას, მსგავსი რევოლუციური ტრანსფორმაცია იწვევს რიგი დაჯგუფების ან კლანის ან რა ვიცი რას უწოდებენ ამ პარტიის უკმაყოფილებას. ალბათ ვერ გაიყოს რაღაც პოსტები ან სხვანაირი ხედვა აქვს სახელმწიფო მოწყობის. თუმცა ალჯულანიმ თუ ახლა ალჯულანის კონკრეტულად ამ პიროვნებას არ გულისხმობ, იმიტომ ვინც დგას მის უკან, იმიტომ რომ ერთი თვითონ ახლა ალჯულანი ასადის რეჟიმს ვერ დაამხოდა. იქ არის თურქეთი, იქ არის სხვა სახელმწიფოები, ვინც აფინანსებდნენ და ამარაგებდნენ იმ ხაიათ ახრილაშამს, როგორც მოწინავე დამტკმენ ძალას ასადის რეჟიმის ამ დამხობის კამპანიაში. ალჯულანიმ განაცხადა, რომ სირიაში იქნება თავისთავად ისლამური სახელმწიფო, ოღონდ არა იმ რადიკალური ფორმით, როგორც იყო იქ შედარებები თალიბანთან. პირველი მთავრობა რო იყო. ხო და ზუსტად აი ამაზე ქონდა მაგასაც რამოდენიმეჯერ ინტერვიუ და განაცხადა, რომ ჩვენ ავღანეთი არ ვართ. აქ სხვანაირი სპეციფიკაა და ისეთი ორთოდოქსული რეჟიმი, როგორც იყო თალიბანის პირველი მთავრობა 90-იანების ბოლოს, ისეთი თავისთავად არ იქნება, იმიტომ რომ თუ უნდათ ხელისუფლების შენარჩუნება, ახლა სირია თავიდანვე სახელმწიფოებრიობის მოპოვებიდან სულ იყო საერო მმართველობის პირობებში. ჯერ იქ ავტორიტარული რეჟიმი, შემდეგ ასადების დიქტატურა, მაგრამ ყოველთვის მკვეთრად იყო საერო. ნუ ამან თავისი კვალი დატოვა, თან რეგიონის სპეციფიკა ეს არ არის ფლად ახლა შუა რაღაც აზია, იმიტომ რომ ისეთი მეზობლები ყავს, ახლა თურქეთი, ახლა ვერ იტყვი რომ ისლამისტური სახელმწიფოა, თეოკრატიული, ხო? ვისაც უნდა ჩადრიდადის, ვისაც უნდა ჩაულებრივად, როგორც ევროპაში. ამაზე დევნა და ის არ არის. განსხვავებით ირანში უკვე დრესკოდი ყველას ეხება. კი როგორც ადგილობრივ ქალებს, ასევე ნებისმიერ სტუმარ ქალს ვინ ჩადის. ანუ იქ თავზე უნდა დაიხურა. ხა ჩადრას არ ჩაგაცმე, მაგრამ თავზე უნდა ხო ეს პლატოკი დაიფარო. რა სახეს იქნება კონკრეტულად ამ შემთხვევაში სირია ძნელსათქმელია, მაგრამ ეს ისლამისტური დაჯგუფებების ინტერესების გათვალისწინება მოუწევს. მაგრამ არა ისეთი ორთოდოქსული, როგორც რიგმა დაჯგუფებამ უკმაყოფილება გამოხატა, რომ ისინი არ ეთანხმებიან ალ-შარას, ახლა ალჯულანის ასეა ცნობილი ჯობი ალჯულანი მოიხსენიება. ხო, და ვერ მიხდნენ. ვერ მიხდნენ, ხო, ჯერ მიეჩვიოთ. მივაჩვიოთ, ბატონი მუჰამედის. არ ეთანხმებიან იმ გადაწყვეტილებას, თუმცა მათი წინააღმდეგობა მალევე იქნება ალაგმული, იმიტომ რომ მათ არ აქვთ ისეთი ძალა და მხარდაჭერა, რომ რაღაც ვითარება შეცვალონ სათავისოდ. მას არის ძირითადი მოცემულობა, რაც აი პრეზიდენტად რის საფუძველზე არჩევს, ეს უცებ გადაწყვეტეს, რომ იქნება პრეზიდენტი, რაღაცა არის. გამარჯვებულის საფუძველზე, სხვა მეტი როგორ, თან დროებითი პრეზიდენტია ეს. ხო, დროებითი, სანამ ეს გარდამავალი საბჭო არ შემუშავებს ამას ახალი კონსტიტუციის პროექტს, არჩევნების ამას არ დახვეწავენ კოდექსი თუ რას უწოდებენ. ყველაფერი ძველი გაუქმდა თავისთავად ასადის კონსტიტუცია, ბასის პარტია, ძველი შეიარაღებული ძალები, ბიუროკრატიული აპარატი, სპეცსამსახურები, საერთოდ ისეთი მონსტრის იყო აპარატი აწყობილი ასადის დროს, 27 სპეცსამსახური გაუქმდა. 27 რაში უნდა დაჭირდეს ახლა ადამიანს. ხო, ერთმანეთის კონტროლის, იმიტომ რომ ერთს ახლა ირანის ბოლოში მაგრამ ვერ გამოადგა ასაც ეს 27 სპეცსამსახური. ირანის შახს ერთი სპეცსამსახური იყო მთავარი სავაკი, მეორე იყო, ნუ ახლა იქ
საგარეო დაზვერვა ყველაფერი კონტროლაზე ერთი მასში იყო უწყებაში. სხვა მეტი უწყება იყო სპეციალური ბიურის ინფორმაციის სპეციალური ბიურო, რომელიც მონიტორინგს უწევდა საქმეს, მორჩილამდე. აქ 27. ხო, ის სახმელეთო ჯარებს თავისი, ავიაციას თავისი, სამოქალაქო დაზვერვა, საგარეო დაზვერვა, კონტრაზვერვა და ერთმანეთის და ზუსტად ეს დრაკონული სისტემა, რაც ბაზ სისტემა ჩამოყალიბეს ხაფეზ ასადმა. ის გადაიბარა ზუსტად ბაშარ ასადმა, თორე თვითონ მას ეს რეპრესიული აპარატი არ შეუქმნია და ფაქტიურად ის მოლოდინები, რაც მას უკავშირდნენ, როცა მოვიდა ხელისუფლებაში 2000 წელს. მამამისის გარდაცვალების შემდეგ აი ზუსტად გახდა ერთგვარი მძევალი ზუსტად ამ სამხედრო სპეცსამსახურების კლანების, რომელსაც ძლიერ ეკავათ ეს სიტუაცია. ნუ ვერ მოახერხა ამ სიტუაციის დამსხრევა და ტრანსფორმირება. იმიტომ რომ მთელ მოსახლეობაში დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ ბაშარ ასადის ახალი იმის ლიდერის მოსვლას. ვერ შეძლო, ანუ კლანებს ფაქტიურად გადააყოლა თავისი რეჟიმი და მთელი თავისი ეს მიღწევები, რაც ჰქონდათ ამ ალავიტურ იმას დიქტატურას. და ვითომ ალჯულანი შეძლებს ამ კლანების ალაგმობას, ანა ეს სირიას საბოლოო ჯამში გამოჩნდა რაბედიელის რაღაცნაირად აი უკრაინის ეს ერთი კონტექსტის ამბავია, ხო, ის რაც გეოპოლიტიკური დაპირისპირების ამბავია, გავლენებისთვის, რესურსებისთვის, აი ამ რესურსების გატარების გზებისთვის, რაც ხდება უკრაინაში, რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში და თქვათ ითქვა კიდეც, რომ 3 ცხელი წერტილი იყო სავარაუდო, უკრაინა, სამხრეთ კავკასია და ახლო აღმოსავლეთი ჯერჯერობით, რა ვიცი, ჩვენ უძლებთ ჩვენი რეგიონი უძლებს, მაგრამ ნუ ახლო აღმოსავლეთში შედარებით ნაკლები სისხლი დაიღوارა, თუ ნაკლები ქვია იმას, რომ ეხა ასადის მომხრეებს უსწორდებიან და ნუ ხა ჩვენთვის არის უფრო, მაგრამ იმასთან შედარებითაც უკრაინაში ხდება, ნაკლები სისხლი დაიღوارა, თუმცა ძალიან ბევრი სისხლი დაიღوارა თავად სირიაში, ძალიან ათეული წლების განმავლობაში და შეიძლება ვთქვათ იგივე სცენარი იყო რა მინდა ვთქვა უკრაინის პრინციპში დაშლაზე ხა იმ ფორმით რა ფორმითაც უკრაინა იყო 91 წლის საზღვრებში გაერო საბჭოთა კავშირის დაშლის დროს არსებულ საზღვრებში რომ აღიარა ყველაყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა არ მგონია იმ საზღვრებში ამ რაღაც მოხდეს ხო კი ბატონო უკრაინის აი ამ ტერიტორიების აღდგენა და ვთქვათ სირია უფრო უმკივნეულოდ დაიშალა სავით ჯერ არ არის ხო გაფორმებული გოლანის ის რა თქვა არ გავალო თურქეთი არ მგონია იძulis კომისიიდან გავიდა სამუდამოდ გოლანის ისრაელი არ დათმობს და აი როგორ იქნება როგორ გააფორმე იუდულად არ ვიცი ანუ დაახლოებით ერთი და იგივე რამ გათამაშდა თამ რაც უკრაინაში ხონდ დიდი სისხლის ფასად აი მიწის ნაჭრების ნატეხების მოტეხვა და აქ შედარებით ნაკლებ მასშტაბური სისხლით ჩამოაწყდა სირიას ნაწილები. ხო, ამ დიდ პოლიტიკაში, ამ გეოპოლიტიკურ ჭრილში ახლა პირადი რაღაც სიმპათიები და ანტიპათიები და არ მოქმედებენ ახლა იქ უკრაინელი არ მოწონთ ხახოლები არიან თუ რაღაც ან ბაშარ ასადი არ მოწონთ. არა, უბრალოდ ვერ შეთანხმდნენ დიდ რაღაც სქემაზე. ერთი ეს რესურსებზე კონტროლი, მაგრამ თუ რესურსები არ გაქვს, აი შენი ტერიტორიის გზავნით ამ რესურსების ტრანსპორტირების მარშრუტები, ანუ სავაჭრო გზები რაც მიდიოდა ეს ბრძოლები შუა საუკუნეებშიც, ხო, ანუ რესურსებზე ან სავაჭრო გზებზე. სირიის შემთხვევაში ეს იყო ზუსტად ეს ფაქტიურად გადააყოლა ასადის რეჟიმმა ქვეყანა ზუსტად ამ რუსეთის და ირანის ინტერესებს, იმიტომ რომ რეგიონული სახელმწიფოების ინტერესებიც უნდა გაითვალისწინა. იმიტომ რომ თურქეთის და ყატარის ეს გაზის პროექტის ჩაშლა, ну, როცა მომწიფდა სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში აერია, ну, ფაქტიურად მიაყოლეს. იმიტომ რომ ყველას ინტერესში იყო ეგ რუსეთის და ირანის ინტერესების დასუსტება. დიახ. ხო, თან ირანის პოზიციები საკმაოდ ძლიერ გაძლიერდა სადამ ჰუსეინის და თალიბანის დამხობის შემდეგ. სირიაზე ვიცით რა გავლენა ჰქონდათ ლიბანშიც და საერთო ჯამში ფაქტიურად ეს კომბინირებული მიდგომა აქვს. არ არის მარტო ყატარის გაზი, იქ ირანის ინტერესებია, რუსეთის ინტერესებია, დიდი მოთამაშეები არიან. მარტო თურქეთი და საუდის არაბეთი არ აქტიურობდა არც ყატარი მანდ. დასავლეთი დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები, ანუ გადაჯაჭვულად ვინ სად როგორ ივაჭრებს და რაზე გაცვლიან ამ გეოპოლიტიკურ დაფას როგორ გადაანაწილებენ, ну სირია რო ავიღოთ მაგალითად, ახლა თურქეთმა ну ფაქტიურად მოიყვანა ეს.
მაგრამ ალჯულანი, მაგრამ ის მისი ნაბიჯები და მესიჯები უკვე მიანიშნებს, რომ ის თურქეთზე არ არის დამოკიდებული. მქონდა შენთან მქონდა ამაზე ინტერვიუ. ხო, იქ რომ შეეცდება, რომ თავი ისე დაიჭიროს, რომ არ იყოს პროთურქული ამ მისაღები იყოს ყველა სახელმწიფოს, იმიტომ რომ იქ თურქეთი მარტო არ არის. იქ ყატარიც არის, იქ საუდის არაბეთიც არის, მათი ინტერესებიც უნდა გაითვალისწინოს, თორე ზუსტად იგივე სიტუაციაში აღმოჩნდება ალჯულანი, რაც ასადი აღმოჩნდა. იმიტომ რომ რო აიღო ძალაუფლება, ეს არ ნიშნავს, რომ აკონტროლებს სიტუაციას. იქ ქურთებს უკავიათ 1/13 ქვეყნის, სადაც მთელი სირიის ტერიტორია რო ავიღოთ, ენერგორესურსები რაც გააჩნია ნავთობი, გაზი 90% არის ქურთების მიერ კონტროლირებადი. მან დგას ამერიკული ჯარები. ახლა ტრამპი გაიყვანს თუ არა არ ვიცი, მაგრამ თუ გაიყვანა, ეს ძალზე სხვა რაღაც კომბინაცია გათამაშდება. თუ გაიყვანა, ქურთები ვერ შეძლებენ, ხო, დამოუკიდებლად ქურთები იარაღს მაინც არ დაყრიან. არა, ერთი არ იარაღს არ დაყრიან და მეორეა მოერევიან თუ არა მათ ამერიკელების გარეშე. ამერიკელების საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ აქ შეიძლება უკვე ეს ირანის კარტბლანში გათამაშდეს, იმიტომ რომ ირანს აქვს გამოცდილება ქურთების ხარდაჭერით, თვითონაც ქონდა ქურთული საკითხი. 40-იან წლებში საბჭოთა კავშირის გავლენის იმით, მაგრამ იმის შემდეგ ქვეყნის შიგნით რაიმე რაღაც მასშტაბური რეპრესიები, რაღაც ეთნოწმენდა გენოციდი ქურთების მიმართ ირანის ხელისუფლებას არ განუხორციელებია. სეპარატისტულ მოძრაობებს თავისად ახშობდა, მაგრამ ეს სხვა არის. ახლა სადამ ჰუსეინიც ახშობდა სეპარატისტულ, მაგრამ ის ხოცავდა ყველას უკვე. იქ ქიმიური არახს იყენებდა. ბოლოს იყენებდა ქიმიური არახს, ცოტა გადაუხვიეთ იმას, იმიტომ რომ რაღაც ვერ დადასტურდაო. კადრები რო აჩვენეს, რომ ხო, ხალაბჯას იმაზე, ნუ ახლა პროპაგანდისტული ელემენტები ყველგან ახლოს, მაგრამ ქურთებს რო ხოცავდა 100,000 შეეწირა ბასისტური, ნაციონალისტური მთავრობას ერაყში. ნუ ეს ახლა უდაო ახლა გინდ შეიტები. იმიტომ რომ წინააღმდეგობა ფაქტიურად 60-იან წლებიდან მიდიოდა იქ სამოქალაქო ომი. ეგრეთ წოდებული სექტემბრის აჯანყება იყო, დაიწყო იმაში. ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში მას უჭერდა ირანის შახის ირანი მაშინ მხარი. იმიტომ რომ ბაასისტური მაშინ ხელისუფლება იყო პროსაბჭოური, ირანის შახი იყო პროდასავლური. და იგივე ვიძახი ახლა რომ შეუსაბამო რომ ეს ირანის შეიძლება კარტბლანში გახდეს ირანისთვის თუ ამერიკელები გავლენ. იმიტომ რომ ირანმა ფაქტიურად დაკარგა კონტროლის ის საშუალება სირიაში, ხო, იმიტომ რომ ასადის რეჟიმი დაემხო, შიიტური ფორმირებები გაყვანილია, ჰეზბოლა დასუსტებულია, ქვეყნის შიგნით ჩამოყალიბებული გაწვრთნილი ფორმირებები არ არის და ახლა ამერიკელები რო გავლენ, ფაქტიურად გამზადებულ ნიადაგზე შეუშვებენ ირანს. იმიტომ რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა უკაცრავად დასუსტება 60-იან წლებში, ზუსტად არის ირანის შახის დამსახურება. მან ტერიტორიული დავა ჰქონდათ იმაზე პროდასავლური ირანის შახეს შატელ არაბის მდინარეს იმაზე რომ ირანს უნდა ეკონტროლებინა მდინარეს ორივე სანაპირო ხო იქ იმიტომ რომ ტანკერებით ნავთობის გადაზიდვა ხდება ამ მდინარის მეშვეობით სულ ნავთობი და გაზია ყველგან ხო ნუ ეს რესურსია ახლა რესურსი რო გაგაქო უსაფრთხოდ შენ ძლიერდები და მეორე მხარე თუ გაფერხებს შენ ვერ ძლიერდები ისეთ ტემპებით როგორც გინდა ხო ნუ ეს ისტორიული ის არის ასეთი კანონზონია. ანუ აქედან ვინ იხეირა ახლა ვთქვათ შეიძლება ვთქვათ რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თურქეთმა, ისრაელმა პირველ რიგში ისრაელმა რა თქმა უნდა დავასახელებ, იმიტომ რომ ყველა ანტიისრაელურად განწყობილი მოთამაშე ფაქტიურად დამსხვრეულია, ამოგდებულია კონტექსტიდან. პირველი მედროშე იყო ეს ეგვიპტე, გამალ აბდელ ნასერი, შემდეგ ანვარ ალ-სადათი 67 წლის 6-იანი ომი, 73 წლის იომ ქიფურის ომი, გადაამსხვრა ხერხემალში ორის. იორდანია მალევე გამოათიშა 67 წელს იორდანიის სამეფო. წაიღო იმან ისრაელმა იორდანიის დასავლეთ ნაწილი. შემდეგ უკვე მიირთა სინის ნახევარკუნძული და ამის გაცვლაზე მოხდა ეგვიპტის შემორიგება. ბოლო ასეთი ანტი-ისრაელოდ განწყობილი ეს იყო კადაფი, ნუ ვინც ძლიერ აფინანსებდა პალესტინურ ტერორისტულ ორგანიზაციას, კადაფის ვიცით როგორ დაამთავრა, შტიგნოჟებით ფაქტიურად სული აძრეს კაც. შემდეგ იყო კიდევ ერაყიც ეს ნაციონალისტური ატომური ბომბის შექმნაც უნდოდა. ერაყს ნუ თავისთავად ეს ისრაელი არ დაუშვებდა და რაც ყველაზე საინტერესოა, მე მგონი თქვი თუ არა თქვენთან ეთერში არ ვიცი, არ მახსოვს, მაგრამ გავიმეორებ რომ 91 წელს ერაყის
ბირთვული ის იარაღისთვის შექმნილი ეს პროგრამა, რაც ხორციელდება ოსირაკში, ის სპეციალური იყო ლაბორატორია ოსირაკში, განადგურა ისრაელის ავიაციამ და გამოიყენა ირანის საჰაერო სივრცე. მაშინ იმ დროს ირანში იყო ანტიდასავლურად, ანტიისრაელურად განწყობილი ხომეინის რეჟიმი. იმიტომ რომ უფრო საშიში ის იყო ატომური ბომბის შექმნა. და ვინ მიაწოდა ეს რეაქტორები იმას ხო სადამ ჰუსეინს საფრანგეთში გამზადეს რეაქტორები პირველი რეაქტორი პარტია რეაქტორის არ მახსოვს 3 თუ 6 ააფეთქეს ტულონში ისრაელის მოსადის სპეცსამსახურებმა შემდეგ მეორე იმ ეტაპზე ჩაიტანეს ეს რეაქტორები ისევ საფრანგეთმა ხონო ატომურ ბომბს უქმნიდნენ არაბულ სახელმწიფოს, რომელიც მზად იყო ეს გამოეყენებინა ისრაელის წინააღმდეგ. ხო და ეს განადგურა ისრაელმა. ირანმა ხელი შეუწყო. ასეთი კომბინაციებია. და ბოლო იყო სირია. ასადის რეჟიმი, რა შევადარო ასადის რეჟიმი, რო არ გაძინებს აფოლში კოღო. სულ და ვერცხლავ. სულ არც გაძინებს და სიცხს რო გიწევს. ეს იყო ასადის რეჟიმი. კანდიდატურებდა, მაგრამ მარტო ისრაელის წინააღმდეგ არა. თურქეთი იფარებდა და სამხედრო ბაზები იყო სირიის ტერიტორიაზე ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციად არის თურქეთის მიერ, აფინანსებდა ანტიმონარქიულ ძალებს იორდანიის წინააღმდეგ, აფინანსებდა ანტიშახურ იმას ძალებს სანამ შახი იყო, აფინანსებდა ანტიისრაელის იმას, ნებისმიერი ანტიდასავლური რაც კი იყო. ყველაფერს იზიდავდა სირია, ნებისმიერი, არანაირი პროდასავლური გამოვლინება არ ქონდა. ანუ ზომიერი მიდგომა, უბრალოდ წყნარად რო ყოფილიყო. ყველა კომპლექსში მონაწილე და ზუსტად ეს სირიაც ამოვარდა კონტექსტიდან და ამ კუთხით საფრთხე ისრაელის ეროვნული საფრთხეებისთვის დამთავრებული ამ მიმართულებით. სხვა თემა ახლა ირანი. ხო, ირანზე გადავიდეთ, ჩვენ ცირახემთხვევა რეკლამის გამო უნდა შევწყვეტოთ გადაცემა, დაგველოდეთ, მალე დავბრუნდებით. Poetry ვუნდები და განაგრძო საუბარ ჩვენ სტუმართან, ექსპერტთან ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ვასილ პაპავას და ბატონ ვასილ გადავიდანსოთ პრინციპში გამოვიდა რომ სირია იმდენად ამოვიდა ყელში თავის მეზობლებს, თავისი გამოხდომებით, იმიტომ თავის ინტერესებით ამოვარდნილი იყო რეგიონის სახელმწიფოების ინტერესებიდან, მიუხედავად იმისა დიდი იყო ეს სახელმწიფოები თუ პატარა და ფაქტობრივად აი ყველა ამ სახელმწიფოს სამიზნე აღმოჩნდა და ემთხვა სხვა დიდი მოთამაშეების, მსხვილი მოთამაშეების გეოპოლიტიკური ინტერესები და ჩვენ კი ვხედავთ რაც ხდება, მე მინდა რაღაცა პარალელი გავავლო სანამ ირანზე საუბარს განვაგრძობდეთ, რომ ის ფაქტი ძალიან აქტიურად ქართული მედიის ნაწილი, რომელიც სხვათა შორის გრანტებით ფინანსდება და უცხოეთიდან და აქტიურად აშუქებს ხოლმე და აკრიტიკებს ჩვენი მეზობლების ოპოზიციას, ხო? ეს იქნება აზერბაიჯანის, რუსეთის თავის და რუსეთსაც ყველა აკრიტიკებს ბუნებრივი ოპოზიცია. გასაგებია, რა თქმა უნდა, ეს სულ სხვა რამ არის ბუნებრივი, ამიტომ მე რუსეთს არ ვახსენებ, აზერბაიჯანი, თქვა თურქეთი, იგივე ირანისადმი, ანუ ისეთი ჩვენი სამეზობლოსადმი რაღაცა ისეთი დამოკიდებულება არის მოუზომავი და ეტყობა რომ დავალებას ასრულებენ, რა ძალიან ნებს სახელმწიფო ინტერესებს ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება, აი მუხტარლის ამბავი სხვა შეიძლება ნეტგაზეთი ისე გამწარებული აშუქებდა მუხტარლის ცოლის ამბავს, ის ურჩიოდა საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს ხელისუფლებას, ეს რაღაც საშინელ ამბავს ქმნიდნენ, რომ ლამის მთელი საქართველოს ბედი გადააყოლეს ამ იმას, რა ქვია, მუხტარლის დაიჭერდნენ და რატო გადასცეს. მე კიდევ მახსოვს ერთი სხვათა შორის ეს გელამთივლიშვილის მაშინ რა გამოცემა ჰქონდა, არ ვიცი, ისიც გრანტებით ფინანსდება კახეთის რეგიონში. მუშაობს ჩატაევი რო გადასცეს ჩვენებმა, რო გადასცეს ჩატაევი რუსეთს, ისეთი ამბავი იყო, არა მარტო ბოტე გელამთივლიშვილი ძალიან აქტიურობდა. დანარჩენიც აი ეს სეგმენტი ქართული მედიის, რომელიც ფინანსდება და არ არის ბაზარზე ორიენტირება, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე მაგალითად მთელი ცხოვრება მუშაობდი გამოცემებში, რომელიც ბაზარზე იყო ორიენტირება. გაიყიდებოდა ის გამოცემა, ანუ იქიდან ფინანსდებოდა ჩემი ხელფასი მკითხველიდან და ეს ძალიან გამომადგა გამოცდილების მხრივაზე და ეს ყველაზე სწორი ფორმაა, იმიტომ შენ იმ პროდუქტს, რომელსაც იყიდიან, ინფორმაციას ბუნებრივია შენ იძულებული ხარ დამორჩილდეს შენი საზოგადოების ინტერესებს, არა სხვის ინტერესებს. და იქ ჩატავზე ამბავი იყო, როგორ გადასცეს ეს ანგელოზი, ფრთიანი ქერუბიმი, ნუ არ ვიცი მე რამის მიქე მთავარ ანგელოზად გამოიყვანეს და მე აღმოჩნდა
რომ რაც ამერიკამ თქვა რომ ეს არის ტერორისტი. აი ეს არ ვიცი. აი მე მაშინ სხვათა შორის შესაბამის ორგანოებს ვთაგავდი. მე ამ ჩვენ ელექტრონულ გამოცემებში ძალიან ანტისახელმწიფოებრივი სქემა აქვს ამ ელექტრონულ გამოცემებს. ეს არის მხოლოდ ნეტგაზეთი და იმასთან შედარებით რომ ქალბატონმა ამაღლობებმა გაარტყა პოლიციელს და არ უნდა გაარტყა ძალიან უმნიშვნელოა ეს ფაქტი იმის გათვალისწინებით რაც თქვა როგორი გეოგრაფიაც არის სხვა გრაფა აქვს ხო იცით თქვენ ელექტრონულ გამოცემებზე გეოგრაფიაში არის სამხრეთ ოსეთი აფხაზეთი საქართველო იმერეთი აზერბაიჯანი სომხეთი ჯემნიუსი იგივე რომელსაც აქვს ასევე ადგილები უწერია თუ პირიქით იქ საერთოდ ყარაბაღიც უწერია ნეტგაზეთსაც ეწერა ყარაბაღი ეხა ყარაბაღი ამოიღეს ასეთი გამოცემა მე არ მგონია სახელმწიფო შესაბამისი სამსახურები რასაკეთებენ მე მესმის რომ პოლიციის მუნდირის ღირსება უნდა დაიცვათ მაგრამ ეს სახელმწიფოს ინტერესები უნდა დაიცვან ამ სამსახურებმა ცოტა გამიგრძელდა მოკლედ ჩვენს თუ ამოვარდებით იმ კონტექსტიდან რეგიონული სახელმწიფოების ინტერესები და აი ყველას რაღაც დაუწყებთ ჩიჩხინს არ აქვს მნიშვნელობა დემოკრატიის თუ ტირანიის სახელით ჩვენ დავამთავრეთ ზუსტად ისე როგორც დაამთავრა სირიაში რაც მოხდა და რაც ხდება ჯერ კიდევ არაფერი დამთავრებულ ხომ ეს სიტყვა გამიგზავნა ხმას აღარ ამოვიღებ ირანზე ვისაუბრეთ აი ეს ირანის დაინტერესება შეიძლება ეს მასკის ეს ერთგვარი მესიჯი ხა ნუ გზავნილი რომ აი საინტერესო ქვეყანა უნდა ჩავიდე ზოგადად იმას უკავშირდება რომ ირანის ინტერესები სირიაში მიმდინარე მოვლენებით რაც მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ოპერაციაც იყო ხო გარდა ამისა რომ თურქეთი საუდის არაბეთი დიდი ბრიტანეთი და ასე შემდეგ იმიტომ რომ ეს არ მგონი ხა თურქეთს შეძლებოდა ალჯულანის ასე მომზადება ჩაკოსტუმებულ გაკრეჭილ დავარცხილ დაბანილი ის რომ გამოგვივიდა სოლიდური ანგელოზი უცებ ამ სცენაზე რომ სწორედ ეხა ის მომენტია როცა ირანთან შეიძლება დაიწყოს მოლაპარაკება იმიტომ რომ მისი პოზიციები რეგიონში არის დასუსტებული შეიძლება ეს ფონად ჩავთვალოთ რაც შეიქმნა და ამიტომ გადაწყვიტა ამიტომ თქვა მასკმა ის რაც თქვა თუმცა ჩვენ ვიცით როგორ იყო დამოკიდებულება ტრამპის პირველი პრეზიდენტობისას ირანისადმი მაშინ ევროკავშირი მზად იყო რომ სანქციები შეერბილებინა და ტრამპმა ამერიკის შეერთებული შტატებმა თქვა უარი გახსოვთ ამაზე იყო ლაპარაკი და იქ საკმაოდ დაიძაბა ვითარება რამ გამოიწვია ტრამპის ადმინისტრაციის დაინტერესება ელონ მასკის ბაგეებით ირანთან რაღაცა ტიპის ურთიერთობის გამაზე და ეხა გავჩვენდები მე რომ მთლიანად ხვას აღარ ამოვიღებ. ხო, საკმაოდ საინტერესო ის არის ახლა ეს საკითხი ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე. მოდით ახლა ეს მაყურებლებისთვის ახლა იმაში შორს არ წავალ ისტორიულ იმაში, კონკრეტულ იმაზე რა ვითარება, რამდენად შესაძლებელია ირანთან ურთიერთობების დალაგებად. ვინც დასავლეთთან ზოგადად, მაგრამ თავისთავად აქ რუპორი არის ამერიკის შეერთებული შტატები. მათ აქვთ თავისი ანგარიშები გასასწორებელი. რატომ როგორ და რატომ დადგა ირანი ანტიდასავლურ და ასე მკვეთრ ანტიამერიკულ პოზიციებზე ეს სხვა გადაცემაში იყოს, იყო ამის საფუძვლები, თლად ფრთიანი ანგელოზი შახიც არ ყოფილა. იმიტომ რომ დღევანდელი ირანის ვინც ცოცხალი დარჩა მაღალი ეშელონების წამყვანი სასულიერო პირები ან სამხედრო ახლა სამხედროები უფრო მგონი უკვე პენსიაზე იქნებიან, მაგრამ სასულიერო პირები მაინც მართავენ, ხო, ქადაგებები და იმით გავლენები აქვთ. ყველა იყო დაპატიმრებული შახის დროს და ნაწამები. სავაკი, კი, აწამებდნენ. სავაკის მიერ. სავაკი შახის უშიშროება, რომელიც შეუქმნა ამერიკის სპეცსამსახურებმა და ისრაელის ну იქ სხვა კიდევ ის იყო მომენტებია რამაც განაპირობა ეს როგორც ისინი უწოდებენ ველური ვესტერნიზაცია რომელიც ადგილობრივ მოსახლეობის ფსიქოლოგიას არ ითვალისწინებდა ხო ეს დაეჯახა ერთმანეთს სასულიერო პირებთან ეს ასეთი რეპრესიული კამპანია და ირანის მოსახლეობის დიდი ნაწილის ძირითადად სოფლელების ეს კონსერვატიულად განწყობილი მოსახლეობის სოფლისწყობრებლების არა ხო ეს მიუღებლობა ამ ფორმით ვესტერნიზაციას მუსლიმური სახელმწიფო რაც არ უნდა შენ საერო რეჟიმი იყოს ახლა ბაშარ ასადის დროს რო ავიღოთ ხო შეიძლება ქალაქში შენ გაისეირნო შორტებით, მაგრამ ცოტა ისეთ მოშორებით სოფელში, მაგაზე იქ შენიშნა მოგცენ. რბილად რომ ვთქვათ. ხო, ნუ ახლა ერთი შემთხვევა მინდა გავიხსენო, ჩემი ნაცნობი იყო ირანში. ნუ ეს კოვიდამდე. ხო და ნუ ახლა ხალი კაცი. ბიჭი. ხო და მოყვა მე თვითონ თორე იუმორი, იმიტომ არის ცოტა ადგილობრივი სპეციფიკა, ხა ისლამური სახელმწიფო. ნუ აივანზე გამოვიდა, ნუ შორტს არ ვიტყვი რა. ტრუსით. კი ბატონო, გამოვიდა, ასე ნუ სიგარეტს ეწევ. ნუ ახლა
ასეთი რაღაცა იქ მიუღებელია, ხო? მუსლიმური თეოკრატიული სახელმწიფო. ანუ იქ დაცვა მივიდა, მე გააფრთხილა, რომ ასეთი რამ არ შეიძლება. ანუ ადგილობრივი მომენტები უნდა იცოდეს სპეციფიკას საჩად ხა. იგივე ხა ავღანეთში რო ჩახვალ, სხვანაირად უნდა მოიქცეს. მაინც ისეთი ჩაკეტილი საზოგადოება, ხო, კლანური, ტომობრივი. ვიღა თურქეთი არ არის ესეთი. უფრო ევროპასთან დაკავშირებული, ანუ სპეციფიკები არის მომენტები. ირანთან ზუსტად ეს იყო, რომ ვერ გათვალა შახმა ეს ვესტერნიზაციის მომენტი. რატომ მოყვე ახლა იმას? იმიტომ რომ მის შემდეგ ირანის პოლიტიკური სისტემა აიწყო ისე, რომ ეს კი აკრიტიკებდნენ დასავლეთს, მაგრამ აგერ ვახსენ ისრაელსაც აკრიტიკებდნენ, მაგრამ ზუსტად ირანის გავლით მოხდა 91-ში ერაყის ატომური რეაქტორების განადგურებას ისრაელის ავიაცია გაატარა. ну ერთ-ერთი ის იყო ესკადრილია გაატარა რომ ძირითადი მიმართულება ირანიდან არ იყო თავისთავად. ну ერთგვარი დაზღვევა იყო რომ თქვა თუ საუდის არაბეთის გავლით რა შეფერხება მოხდება ან არ იქნება საკამარისო განადგურება და ირანის მხრიდანაც რომ დაერთხათ. შემდეგ ირან-ერაყის ომის დროს ირან-კონტრასის საკითხი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები იარაღს აწვდნენ სხვადასხვა გზით ისრაელის, პაკისტანის მეშვეობით აწვდნენ ირანს რომელიც ომობდა ერაყთან 8 წელი იყო ომი ამ ფულით ნუ ყიდდა თავისთავად კი არ ჩოქნიდა ამ მიღებული ფულით აფინანსებდა ნიკარაგუელ კონტრას. ახლა ნიკარაგუა სად არის? ხო ამერიკის სამხრეთით. ნიკარაგუაში 79-ში კომუნისტებმა დაამხეს სომოსას კლანის 44 წლიანი დიქტატორული რეჟიმი. ხო და აფინანსებდნენ კონტრასის მოწინააღმდეგები ვინც იყო ეს ძველი გვარდიელები, სომოსას მომხრეები და იქ სხვადასხვა ძალები ვინც არ ემთახმებოდნენ ამ ქვეყნის კომუნისტური წყობაზე გადასვლას. აი ესეთი სქემა იყო ირან კონტრასის. შემდეგ ეს ავიღოთ ბოლო პერიოდი თალიბანის რეჟიმის დამხობა. იქ ქალაქი გერაჩი ამერიკის შეერაღებული ძალები და ირანის შეერაღებული ძალები ერთობლივად უტევდნენ თალიბანის რეჟიმს. ეს მომენტი ყველა ახსენებთ ახლა ალ-ქაიდის იმას ეხმარებოდა ირანი. არ გამოვირიცხება, იმიტომ რომ რეგიონში ბევრი ეხმარებოდა ალ-ქაიდას. ხო თავის ინტერესებით, მაგრამ თუ 11 სექტემბრის ტერაქტს ავიღებთ, ხო ალ-ქაიდა ხომ დაგეგმა, ხო ასე ხო ცნობილი. ახლა იმ 17 ტერორისტიდან თუ 19-დან 16 საუდის არაბეთის იყო მოქალაქე. ანუ საუდელი იყო, ირანელი არც ერთი არ იყო, ერთი ლიბანელი იყო და ერთი ეგვიპტელი თუ არსები. მაგრამ ირანელი არც ერთი არ იყო. ანუ ინსტრუმენტი არის ყველა ტერორისტული დაჯგუფება რეგიონში. კავშირები თავისთავად ექნებოდა შეუძლებელი ამ ხალა მონსტრი რო იყო ტერორისტული ორგანიზაცია, ყველას თავისის, მაგრამ ირანთან თანამშრომლობა, როდესაც დასავლეთს აკრიტიკებს, აი ეს მომენტები გამოვყავე. ანუ მომენტები იყო, როცა მათი ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა, კრიტიკას იმას ანიშნავს, რომ ისინი რაღაცა თანამშრომლობა. თუმცა მთლიანობაში მაინც ახლა ირანი არ არის დასავლეთზე მიბული, არც ამერიკის შეერთებულ შტატებზე. მოახერხა ირანელებმა 40 წლის განმავლობაში თავიანთი ეკონომიკა გადაეწყო აღმოსავლურ რელსებზე. იქ ცოტა ისეთი რაღაც ფარული სქემები გაათამაშეს, შეამუშავეს, რომ სანქციებს გვერდითავლით მოხდეს ამ ვაჭრობა ენერგო რესურსებით, იმიტომ რომ მაინც ძირითადი სანქციები ენერგო სექტორზე არის, შემდეგ ფინანსური და საბანკო სექტორზე. თავისთავად ეს ირანს ძლიერ ამოხრუჭებს ეკონომიკური განვითარების კუთხით. ჩამორჩება, თუმცა ეს სანქციები რომ არა, ნუ ბევრს დაჩრდილავს ახლო აღმოსავლეთში. მხოლოდ პოტენციალი აქვს ირანს. თან თუ იმის გათვალისწინებთ, რომ სანქციების ქვეშ ასეთი სისტემა აწყო, რომ 85 მილიონი მოსახლეობას არ შიმშილობს და სოფლიო ათეულში შედის ირანის სოფლის მეურნეობა პროდუქციის წარმოებით. ეს ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის არარსებობის პირობებში წყლის სერიოზულესი პრობლემის გამო, თან იქ სპეციალური ტექნოლოგია ჭირდება ეს წყლები რო ამოკაჩო, მდინარეების სიმცირეა ირანში. ჩვენთან რო აიზო 6000 მდინარე ისე არა ირანში. ოსილბაო 6 იყოს ის პატარა წყარო. ნუ პრობლემა აქვს, ნავთობი აქვს, წყალი არ აქვს. მოუწევს ამ ტექნოლოგიების ჩანერგვა. ამაზე პრობლემებია ამ სანქციების გამო. თუმცა ჩინეთთან, ინდოეთთან, პაკისტანთან, ახალ აღმოსავლეთ ქვეყნებთანაც თანამშრომლობს ირანი და ეკონომიკური კუთხით მაინც ჯერჯერობით სუნთქავს. ცუდად არ სუნთქავს ჯერჯერობით, ხო და დასავლეთთან, ანუ პოლიტიკურ სისტემაზე ვიძახი, ეს კრიტიკა ერთია,
მაგრამ ჩვენთან ხო სხვანაირად ესმის რომ რახან აკრიტიკებს всё უნდა ისა მტერია პირადი. ნუ ასეთი ბავშვური მიამიტური მიდგომით, ნუ არ ვიცი ახლა იყვნენ მაშინ თუ ასე ჯერათ რომ რაღაც პირადი გარჩევა აქვს და ამერიკამ უნდა გაანადგუროს ირანი, რატომ უნდა გაანადგუროს, ნუ სხვა თემა. ირანის პოლიტიკური სისტემა ისე აწყობილი რომ იქ ვერ გახდება პრეზიდენტი თუ მისი მესიჯები ჯერ გაპრეზიდენტებდა და შემდეგ განხორციელებადი პროგრამა არ სჭირდება იმ კონსერვატიულ ძალას ვინც მართავს. არანაირი რეფორმატორები, ლიბერალები, დემოკრატები ირანს არ მართავენ და ვერც მართავენ, იმიტომ რომ მთელი ძალაუფლება ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო სამსახურები არის სასულიერო პირების ხელში. სასულიერო პირების აიათოლები, დიდი აიათოლები და მათთან შეზრდილი სახელმწიფო სტრუქტურაში ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსი. არმიის საპირწონედ შექმნილი. იმიტომ რომ რევოლუციის დროს მილიონინმა შახის არმიამ რევოლუციას მხარი არ დაუჭირა. უბრალოდ საერო იყო, უბრალოდ შახმა არ უბრძანა, სისხლი ჩაეხშვა ასადისავით. ხო, ნუ არჩინონ ეს მონარქია გადაეყოლებინა ისტორიას და ნუ ოღონდ არ შესულიყო როგორც სისხლიანი ტირანი. ასეთი პოლიტიკური სიტუაცია და ეს მასუდ პეზეშკიანის გაპრეზიდენტება ჯერ ის რა მესიჯებს საჟღერებდა უბრალოდ გაკვირვებას გამოიწვია ბევრში, მაგრამ ვინც იცის ირანის პოლიტიკურ სისტემა ეს სჭირდებათ თვითონ აიათოლებს. იმიტომ რომ ისეთი მესიჯები და ნაბიჯებია გადადგმული ან რიგ შემთხვევაში არ გადადგმული, თუნდაც ასადის მხარდასაჭერად უფრო შეეძლოთ, ხო? და თქო უნდა მკაფიო თან ახლა ირანის დაზვერვას და რუსეთის დაზვერვას ახლა არ ცოდნოდათ რომ იქ დაიწყებოდა შეტევა, ნუ ეს ასე მართლა საბავშვო ბაღი იქნება ეს რომ დაიჯერო რა. თან როცა 40,000-იანი დაჯგუფება უწევს მთელ ფრონტზე, ალეპოდან დაწყებული. ჯერ ერთი აგერ იმაზე ჩვენ ტერიტორიაზე ცხინვალის იმასთან, ხო, რომ გადააბიჯოს ვინმე, მაშინ აპატიმრებენ და ახლა იქ თქვენ ულტრათანამედროვე შეიარაღებით, იმე დრონები და იმით უტევს 40,000-იანი დაჯგუფება, იმათი გადაადგილება რო არიციან, მაშინ კარგად ყოფილა მათი საქმე. ზუსტად ეს განცხადებები ახალი ირანის ახალი პრეზიდენტის ყველა მიმართულებით ატომურ შეთანხმებაზე, დასავლეთ რეგიონულ საკითხებზე შეთანხმებაზე ზუსტად მისი მესიჯები მეტყოლებს იმაზე, რომ მათ სულ შერიგება. არ უპასუხა მკვეთრი პასუხი არ იყო ისეთი ისმაილ ხანიეს ლიკვიდაციაზე თეირანში, ხამასის ლიდერი. ხასან ნასრალას ლიკვიდაციაზე და შემდეგ ხეზბოლას სრულად ჩამოშლაზე, ფაქტიურად დასუსტებაზე. ლიბანში არ იყო ისეთი რეაქცია. არა და ერთ-ერთი მთავარი მისი პროქსი ძალა. ასადის რეჟიმის დამხობაზე უკვე ვთქვი, რომ არ იყო ისეთი მკვეთრი არა და 100,000-ზე მეტი შიიტი მებრძოლი ყავდა ირანს სირიის აქტიური ფაზის დროს. ის თქვა რომ ჩვენ არ დაუშვებთო რაღაც ერაყმაც, ირანმაც, მაგრამ მოქმედებაში ეს არ არა, თვითონ ასადმაც არის სურვა უკვე ისე ჩამპალი იყო სისტემა. არის სურვა რა, ნუ თვითონ ჩაბარა ჯარმა რა. ხო დაბალი ხება კორუმპირებულმა გენერლებმა ყველაფერი ეს მითვის, ნუ როგორც ეს ყველგან ამსხვროს და არავინ არ იომებს ახლა იმას ჯიბზე შემჯდარ გენერლისთვის არ მოკვდება. მას არაფერი არ მიიღია და ახლა სამშობლო საფრთხეში ამოწოდებებით, ნუ ის პირველ რიგში უყურებს თავის ჯიბეს და მაცივარს. ის შენი მეთაური თუ მაძღარია, ნუ შენს გინდა გაძღე. ხო, შენს გინდა გაძღე და ასეთი სიტუაცია იყო და ჩამოიშალა და ახლა ირანელები ასადის გამო მარტო ახლა ანუ ეს უკავშირებთ რომ ის რომ არ პასუხობდა ირანი ადეკვატურად და თავის იმიტომ რომ კიდევ გავიხსენოთ ის ორი ირანელი გუშაკთა კორპუსიდან რომ დაიღუპა ბეირუთის საკონსულოს დაბომბაზე. ახლა საკონსულოზე საერთაშორისო სამართალს თუ მიუდგებით, გინდ ირანი იყოს და გინდ შუა კორეა, ახლა საელჩო ხელუხლებელია ნებისმიერ იმაზე. ნუ ჯერჯერობით ასე ქადაგებენ, ასეთი დეკლარირება მიდის, მაგრამ ირანმა ჩათვალა ჯერ რევოლუციის დროს რომ ეს ასე არა. 79 წლის ნოემბერში როდესაც ამერიკის საელჩო შტურმით აიღო. რატო აიღო ესეც საინტერესოა, იმიტომ რომ იქ ის მთავრობა იყო გარდამავალი. ხო, უბრალოდ რემარკის სახით გავაკეთებ, რომ მიცოდენ. არ გაგიჟებულა, უცებდა არ შევარნილა, იმიტომ რომ მაშინდელი კარტერის ადმინისტრაციამ ლომის წილი შეიტანა შახის დამხობაში. ლომის წილი. ჯარის განეიტრალება ირანის შახის ჯარის. ეს არის კარტერის ადმინისტრაციის კისერზე. ხო, გადახედეთ ზბიგნევ ბჟეზინსკი ეროვნულ საფრთხების საკითხში მრჩეველი იყო ჯიმი კარტერის.
თმებს უპუტავდა კაცი, რომ კარტ ბლანში მიეცეთო მწვანეშო კი აუნდეთო შახის ჯარს, რომ გადატრიალება მოახდინოთო და ეს რადიკალური ოპოზიცია გაანადგურებდო. თუ არა და უფრო დიდ იმას მიიღებდო პრობლემასო. გენრი კისინჯერიც ამას აფრთხილებდა, მაგრამ მაშინ ეს სხვა ძალები იყვნენ, კარტერი დომინანტობდნენ. ჯეიმს ბოლი თუ ჯიმი ბოლი ირანის საკითხებს კორირებდა ანტიირანულად ანტიშახურად განწყობილი და თვითონ როდესაც მე მქონდა საუბარი ისრაელის სამხედრო через მეშვეობით ებრაელი მეგობრის მეშვეობით დაუკავშირდი ისრაელის ესე იგი იყო სამხედრო დაზვერვა ამანის წარმომადგენელი იყო შახის დროს. ხო და მაინტერესებდა ხა მას ეცოდინებოდა სიტუაცია ხა ისრაელის ის არის ხო თავრობის წარმომადგენელი მიზეზი ანუ რატო არ დაუჭირა დასავლეთ ამერიკის შეერთებმა შახს ნუ ჯარს რატო არ მისცეს კარლაშეს უფლება ხო ნუ მანასე მოკლედ მიპასუხა ის ტელეფონი დაუკავშირდა რომ მითარგმნა შემდეგ იბრითიდან ესე იგი კარტერს ეზღებოდაო შახის რეჟიმი და მისი დამხობისთვის ყველაფერს აკეთებდაო ეს მითხრა გენერალი იყო სეგევი ისრაელის სამხედრო დაზვერვის ამანის წარმომადგენელი იყო შახის ბოლო წლებში ყველა სიტუაციას თავისთავად იცნობდა ხო ეს იმას მოვაყოლე რომ თვითონ მე ირანის ანუ ეს ზაობა შეიძლება სტორმზე ვიძახი ახლა რომ დაარღვია ხო ეს დაბომბა ისრაელის ავიაციამ თავისთავად ეს ირანის გამოწვევა იყო თუმცა ირანმა დაარღვია მანამდე ამერიკის ის როცა საელჩო შტურმით აიღო რატო აიღო მეტ რომ მაშინ ლიბერალური პრემიერ-მინისტრი იყო არაისლამისტი მეჰდი ბაზარგანი და საგარეო საქმეთა მინისტრი ქარიმ სანჯაბი ისინი ფარულად ეთხოვნენ დახმარებას ამერიკის შეერთებული შტატებისგან რომ ეს ისლამისტები ხომეინი და მისი დაჯგუფება ჩამოეშორებინათ ეს გახდა ცნობილი ხომეინის სპეცსამსახურებისთვის და ზუსტად მე მეიტანეს იერეში ამერიკის საელჩოზე და რა ისე რომ უცებ გაიღოდეს და მოდი რა გავაკეთო და მოდით ამერიკის შტურმით ავიღოთ. ხო ეს ის მას მოვაყოლე რომ მარტო ახლა ისრაელმა რო დაბომბა, მანამდე ირანმაც დაარღვია ეს საერთაშორისო ნორმად ქცეული ეს მომენტი. ასე ძირითადი განცხადებები უკვე გავაკეთე, ნუ რა განცხადებებს მაწობა ახალი ირანის ხელმძღვანელობა რეაქციაც არ ქონია ესეთი რაც წესი სხვა სიტუაციაში ექნებოდა ზოგი მიაწერს ამას რომ ირანს ძალა არ აქვს და დასუსტებული ანუ ეს ხიმილის მომღოლია სასაცილოა იმას ჟანგიან ტანკი ეს სუსტი ამას ის არ შეუძლია და ამდენ ჩვენ ყველა ომიდან ჩვენს ტანკებს გამოვასწარეთ სამწუხაროდ კი ბატონო უგაცილებით უფრო ის მაღალ ტექნოლოგიური შეერაღება ქონდა თუმცა გაცილებით კი ხო ნუ ახლა ჩვენ დავმარცხდებოდით ახლა ჩვენი რეალობა რა თქმა უნდა მაგრამ არა ისე როგორც ახლა ეს ჩაბარებით კი ბატონო კი ბატონო ხო ანუ მასალა თვითონ მე არ ვერჩია მებს ჯარისკაცებს ეს არავინ არ იფიქროს მე სამხედროებს რამეს უწუნებ. აკლა ლაპარაკია რომ მათი პოტენციალი იყო არასდროს გამოყენებული. ახლა ირანი აი ამ წინააღმდეგობის ღერძი ქვია ამას რაც ირანი აფინანსებს ამ პროქსი ძალებს, ხუსიტებს იემენში, პროშიიტურ დაჯგუფებებს, მილიციებს ერაყში, ეგ ლიბანის ხეზბოლას, იქ ხამას უჭერდა მხარს. წინააღმდეგობის დასავლურად. ეს არის ერთგვარი ინსტრუმენტი ზეწოლის და ვაჭრობის დასავლეთთან. რადგან ირანმა არ ამოქმედა თავისი სამხედრო მანქანა უფრო რო გაეწელა ეს პროცესი მათი ეს ასადის რეჟიმი დაემხორა ერთ კვირაში უფრო გაეწელა და უფრო მტკინეული ყოფილიყო უფრო სისხლიანი შეეძლო ახლა მაგას 50-60,000 მებრძოლის გადასროლა ირანს არალეგულარულ საუბრობ მოხალისეებზე ერაყიდან პაკისტანიდან და ავღანეთიდან არ გააკეთა ხო ესე იგი რაღაც არის დათმობებს ირანმა უნდა დათმოს რაღაც ნაწილით ამისი რეგიონის გავლენის რომ მიიღოს მეტი შეიძლება იყოს ეს შეთანხმება დასავლეთთან იმიტომ რომ აიათოლა ალი ხამენეის ირანის უზნაესი მმართველის ფეთვა ანუ ესეთი რელიგიური ის არის განკარგულება არის რომელიც აუცილებელია შესრულებაზე რომ მოიყვანონ რომ ატომური ბომბის გამოყენება არის დაუშვებელი. ხო, ნუ ეს ერთგვარი მინიშნებაცაა, რომ ისინი ამ კუთხით არ იმუშავებენ, რომ შექმნან ატომური იარაღი. მუშაობა თავისთავად მიმდინარეობს,
მაგრამ არა იმ ტემპებით, როგორც ახლა დასავლეთი აცხადებს, რომ აი ხვალდაზე 2 წელიწადში იქ რომელიღაც ამერიკელ ჩინოსელმა ირანი 9 წელიწადში შეეძლებს რომ რაღაც 12 ქობინის შექმნას. ნუ ახლა 9 წელი და ბარემ 6 საათი დაასახელონ ახლა რომ ჩვენც მასე ვნახეთ ერახში რომ ბირთვული იარაღი ჰქონდა თურმე იმას ბირთვული არა ბიოლოგიური არა ბიოლოგი სადამ ჰუსეინს ბალიშის ქვეშ საწოლის ქვეშ ჰქონდა ამოდებული. თუმცა ვერ ნახეს მე. ხო ესეთი განცხადებები რომ ირანი აგერო 2 თვეში შექმნის, ნუ ახლა ზღაპარია ეს, ვერ შექმნის. საზოგადოებრივი აზრის მოსამზადებლად არის. ინფორმაციული ომია მეტი სხვა მეტი არაფერი. თუმცა ბაზა ირანს თავისთავად ატომური ბომბის შექმნისთვის აქვს. რატო არ უნდა არა ეს ბალანს დაარღვევს ინა იმიტომ რომ მე თურქეთს მოუნდება მე საუდის არაბეთს მე ეგვიპტეს მოუნდება ახლა პაკისტანს აქვს მაგრამ პაკისტანს მისცეს ამის ნებართვა ინდოეთის საპირწონედ იმიტომ რომ გადაყლაპავდა ინდოეთის ჰქონდა ატომური ბომბი პაკისტანმა უფრო გვიან შექმნა ხო და ახლა მაშინ პაკისტანის პრემიერ ზულფიკარ ალი ბხუტოს აქ ნათქვამი რომ ბალახ შევჭამთ მაგრამ მაინც შექმნით ატომურ ბომბს ხო ესეთი იყო ისეთი ანტაგონისტურად ძალების არიან ერთმანეთთან დაპირისპირებული. ირანს არ ჭირდება, იმიტომ რომ არ არის ესეთი ეგზისტენციალური საფრთხე რომ შექმნას მისთვის. ყოფნის მათ თავისი შეერაღებული ძალები და ეს პროქსი ძალები რაც რეგიონში აქვს, გავლენები რაც აქვს. რო შექმნას, მე თურქეთი შექმნის. მე ეგვიპტე შექმნის, მე საუდის არაბეთი შექმნის. ეს სიტუაცია როცა ირანი დაეყარა ისრაელს რომ ერახს არ ქონოდა. ხო, არა, ეს სავაჭრო. არავის არ ჭირდება. სავაჭრო არის. 2015 წლის ხელშეკრულებიდან ვენაში მიღწეული ბირთვული შეთანხმება ცნობილი ხო ვენის ხელშეკრულება. ვინ გავიდა იქ, ვინ დაარღვიეს ტრამპის ადმინისტრაციამ 2018 წლის მაისში. და თუ იმიტომ რომ ირანი არ ღვევსო იმასო. არ ასრულებსო თავის ვალდებულებებსო. და მაგატეს დასკვნებს რო ვკითხულობ, ირანი პირწმინდა დაასრულებს ყველაფერს და ვერ გავიგე ახლა მაგატე და ტრამპის ეს ახლა რომელს აქვს ახირება რომ ტრამპის წინა პრეზიდენტობისას. ხო, წინა ახლა არა, ახლა საერთოდ ჯერ კაბინეტში არა მომზარი. ხო და ესეთი ის იყო მომენტები, მაგრამ მაშინ იქ სხვა ლობმა გაიმარჯვა, იქ საუდის არაბეთი, ნავთობმონარქიების, ისრაელის ლობი, რომელიც საჭირო იყო. მაგრამ ირანი თავისთავად დასავლეთთან სამხედრო დაპირისპირებას, ნუ ვერ გაუძლებს თავისთავად, აღემატება დასავლეთ, მაგრამ რა ფასად დაუждდებათ? აი ესაც აკითხავი, თორე იმაზე კი არა რომ ირანი დაამსხროს ამერიკულ ჯარს. რა ფასად დაუждდება და თუ უღირთ ასეთი მე რეგიონალური სპეციფიკა, ნუ მაშინ აგერ არის 85 მილიონი ირანი, პლუს არ დაავიწყდეთ ის რომ ირანი ერთადერთი შიიტური სახელმწიფო და რეგიონში მცხოვრები შიიტები იმედად შეყურებენ ირანს და თავისთავად მის დაძახილზე გაჭირვებაში ჩაერთვებიან სამხედრო იმაში. თავისთავად ეს რეგიონს აფეთქებს და არა დაასტაბილურებს. ირანის პრეზიდენტის განცხადებებზე უკვე ვისაუბრე, ყველა წინაპირობა ეს მასკის განცხადებებს ვაყოლებ, რომ რატომ თქვა, ნუ ასეთი რაღაც შეიძლება ეს არის როგორც ზონდირება სიტუაციის, არ შეიძლება ახლა უცებ ადგეს და ერთ კვირაში მასკი ჩაფრინდეს იმაში. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ხო, ჯერ დააკვირდეს, იმიტომ რომ მასკის განცხადებას მოყვა ირანის პრეზიდენტის ერთგვარი რეპლიკა, რომ სულაც არ არის გამორიცხული, რომ ილონ მასკი ირანს ესტუმროს. ხო, ნუ საინტერესო რაღაცები გველოდება ფიქრობ ამ წელიწადთან ეს ტრამპის ადმინისტრაციის ისეთი რაღაც ნაბიჯები ცოტა ისეთ იმას მატებს. კი ბატონო, იმას რაც ხდება უკრაინაში, მეგონი ყველაფერი ჯობია, რაც უკრაინაში ხდება. ამას ყველაფერი ჯობია და ეხლა ამ ბოლოსაც რა განცხადებებით ვრცელდება, ამას ნამდვილად ყველაფერი ჯობია, იმიტომ ჩვენთან რაღაცა ვერ გავიგე ამ მომს რომანტიკულად უყურებენ რაღაც ეს შეიძლება იყოს მშობლების თაობის ბრალიც შეიძლება იყოს ჩვენი რაღაც გარკვეული ისტორიის სახელმძღვანელო ძველი სახელმძღვანელობის ბრალიც იმიტომ ჩვენ ომებისადმი არასწორი მიდგომა ჩამოვიგო ომები რომანტიკად მივიჩნიეთ შეიძლება იყო თავის ძროზე რომანტიკა როცა რაინდობა იყო არა სამყაროში მიღებული მაგრამ ახლა ჩვენთან ნაკლებად აშუქებენ აი ჩვეულებრივ ადამიანების ტრაგედიას რა ხდება უკრაინაში ეს არ არის მარტო აი დავამარცხოთ რაღაც საზღარი მონსტრი პუტინი სანამ
დაამარცხებ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვრევა და ღირს ახლა ერთი პუტინის დამარცხებად ეს რომ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე დაიმსხვრას ხომ და შეადარო ვისაც ომი უნდა ეს იმათმა წარმოონ სხვაგანო რა თქმა უნდა და ჩვენს ხარჯზე თუ ვიღაცას თუ უნდა ბოროტების დამარცხება დასავლეთს დაამარცხოს ჩრდილოური ბოროტება მაგრამ რაღა მაინც დამარცხება ჩვენი გეოგრაფიული განლაგება და რესურსები ადამიანურიდან დაწყებული არ გვაძლევს იმის საშუალებას რომ იმას ვემტეროთ თუმცა ხა რუსეთისადმი ახლა ეგ უპრინციპო მიდგომაა ჩვენი რომ ტერიტორიული მთლიანობა თუ რადგან არა რა თქმა უნდა საუბარი ზედმეტია მათთან რაიმე ურთიერთობის დალაგებას ხა ისინი კი ძახიან რომ პოსტფაქტუმ აღიარეთ მაგრამ ერთი ხაბაროვსკის ოლქი რო ჩამოაჭრან რუსეთს ჩინელებმა და მიიერთო აი მე დაუჯდნენ ჩინელებთან და ისაუბრა როგორი იქნება მათი ტკინული იქნება თუ არა არა ხა სუფთაფურცლიდან და რა თქმა უნდა არა სუფთაფურცლი გამორიცხული თემაა ეს სახელმწიფო ხეიბარი სახელმწიფო გამოდის ჩვენი სრულფასოვანი ვერ იქნება ის იმდენად თავი დავანებოთ არაფერი არ არის საქმე რუსეთის ჯარს არავის ჯარს ჩვენს ტერიტორიაზე არც კინოში და არც აფხაზეთში და თუ შეიძლება სანამ დავამთავრებთ ირანში იყავით ამას და ის ამბავი უნდა მოუყვეთ იმიტომ ძალიან მძიმე რაღაცებზე ვილაპარაკეთ და ცოტათი მაინც შემსუყეთ იმიტომ ცხოვრება მხოლოდ მძიმე არ არის არამედ ეს არის მონაცვლეობა სიმძიმის და სიმსუბუქის რა მოხდა ირანში ყოფნისას ხო ნუ ეს ორი დეკვირის წინ ვიყავ ირანში ორი დღე ვიყავ ყუმში და თეირანში თუმცა ეს კურიოზული მომენტი რას შენახსენე ნუ ეს მოხდა ყუმში ომი არის რელიგიური ცენტრი ირანის მთელი ეს რა შევადარო შეიძლება მეორე მცხეთად დასახელდა არის უხეშად რო თქვა არ ვიცი შევადარო იმიტომ ორი წმინდა ქალაქად ითვლება ირანში ეს ერთი არის ყუმი მეორე არის მეშხედი ნუ მეშხედი უფრო წინა იმად ითვლება ყუმიც იქ არის ბევრი მათვის წმინდანი დასაფლავებული და იქ მრავალი სასწავლებელია და ბევრი საკმაოდ ბევრი სასულიერო პირი ზუსტად ყუმში სასულიერო სემინარები დამთავრებული არიან ვინც ირანს მართავს და ეს წინამძღოლი არიან ნუ მოკლედ ერთ დღეს ეს გავიხსნა მზიანი ამინდი იყო კარგი ამინდი იყო ნუ გადავწყვიტე იქ ცნობილია ირანი თავისი ბაზრებით. ყუმის ბაზარი, თეირანის ბაზარი, მეშხედის ბაზარი, ნუ თეირანის ბაზარი უფრო მასშტაბურია, მაგრამ ეს ახლო აღმოსავლური ბაზარი სულ სხვა არის ვიდრე ჩვენთან ახალი ილოს ბაზრობა და ახლა ვერ შეადარებ ვერანაირად. თავისი სპეციფიკა აქვს და სულ სხვანაირი რაღაცა მოქარგული და იმით რაც თვალში საცემია. ნუ გადავწყვიტე რაღაც მე სუვენირი მეყიდა რომ უკარო დაბრუნდები აქ ოჯახის წევრებისთვის მიჩუქებინა ახლობლებისთვის. და გზადაგზა რომ მივდივარ გრძელი ის არის პროსპექტივით ამ ყუმში და რაღაც შეძახილები და რაღაც მუსიკის ხმა მესმის და მოშორებით 150 მეტრი ჩანს რომ რაღაც ხალხი ფორიაკობს რაღაცა ხდება. ნუ ალბათ დღეს ყუმია ახლა ვიფიქრე რაღაც რელიგიური დღესასწაული აქვს მეთქი, თუმცა ვერ გაიხსენე 16 რომელიც იყო 16? ხო, მგონი 16 იანვარი იყო. რა რელიგიურ დღესასწაულს აღნიშნავენ შიიტები. ნუ გზადაგზა რომ მივდივარ დავინახე წიგნების მაღაზია. ძველი წიგნების და ვიფიქრე ახლა იქ რაღაც შახის პერიოდზე იქნება მეთქი ახლა მე ძირითადად ხო შახის პერიოდს ვიკლებ. ხო და გინდ კრიტიკაც იყოს რა მნიშვნელობა აქვს უბრალოდ შახის პერიოდზე წიგნები და ნუ ქონდა 4 ცალი წიგნი შევიძინე ეს 4 წიგნი და ამ შახის წიგნებით დავიძარი ზუსტად ჯერ მივდივარ გზარის ზუსტად იმ ყუმის ბაზრისკენ, ოღონდ უნდა გახვიდე ეს მონაკვეთი. ხო და ეს გზაჯვარედინზე შეხვდა ზუსტად ეს აქცია, ხო, იქ მეგაფონებით რაღაც ძახიან. ხო და ნუ მეც უნდა გავიარო და მაგრამ მეც გავყვები მეთქი რაღაც ნაწილს და შემდეგ სოლიდარობის ნიშნავს. სოლიდარობა მე ვიფიქრე, როცა შევუერთდი. ხო და შევუერთდი მეც მრავალი სასულიერო პირი იყო და ათასობით რელიგიური დღესასწაული იყო. ხო, რელიგიური რაღაცას მღეროდნენ. რაღაც სასიამოვნო ის აქვს სპარსულად იმას რომ მღერიან რაღაცნაირი პოეტური ის აქვს გადმოცემა ეს შესრულება. ხო და ნუ მივყვები ამათ მივყვები შახის წიგნები მიჭირას, ნუ ახლა ისინი იცნობენ იქ ახატია იქ შახი და ის მათი დედოფალი და მინისტრები იცნი ირანელები თავის იცნობენ. მივყვები ამათ რაღაცას მღერიან და მე ლამის ხელი ჩავჭიდი ამ სასულიერო პირებს, აი თქვენ სოლიდარულად აგერ ქართველის თუმარი გავიხედე ერთ მხარეს, ხედავ მოყვითალო დროშებს. მზიანათებ და კარგად რო დავაკვირდი ეს თურმე ამოჩნდა ხეზბოლას დროშა. ლიბანური ეს ტერორისტული ორგანიზაცია არის აღიარებული მთელი რიგი სახელმწიფოების მიერ ირანის ერთ-ერთი მთავარი პროქსი ძალა.
მეთქი რაღაც სხვაგან მოხდი. გავიხედე სხვაგან წვანე დროშები დავინახე და ნუ ხამასის დროშა ვიცანი. ეს ტერორისტული ორგანიზაცია. და შემდეგში უკვე მივხვდი სადაც მოხვდი, სულაც არ ყოფილა რელიგიური დღესასწაული. ხო და უკვე შეძახილებით იქ მარკბარგ ამერიკა, მარკბარგ ისრაელ, ანუ სიკვდილი ამერიკა და ისრაელს უკვე მივხვდი მაგარ გაუგებრობაში მოხვდი თან ხელში პროდასავლური შახის წიგნებით და უცებ გავერიდი ამ სიტუაციას. ნუ ასეთი კურიოზებიც ხდება ხოლმე, რო გინდოდეს ვერ მოხვდები ასეთ სიტუაციაში. მაგრამ ეს კიდევ იმას ნიშნავს, რომ სპეციფიკა უნდა იცოდე რეგიონში, სად ჩადიხარ, ვისთან ჩადიხარ, იმიტომ რომ ნებისმიერი ხალხ მრავალი აქცია, სულაც არ ნიშნავს, რომ რაღაც 1 მაისს 9 მაისს აღნიშნა. კი ბატონო, ან 8 მარს. კეთილ, ძალიან დიდი მადლობა. ნაცილ ჩვენ მცირეხით უნდა შევწყოთ გადაცემა რეკლამის გამო და დაგიბრუნდებით რეკლამის შემდეგ მეორე სტუმართან ერთად დაგველოდეთ.